რეალური სივრცის გუნდის განცხადებით 30 აპრილს მენეჯმენტმა მათ აცნობა, რომ მას შემდეგ რაც წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაუშვეს, აღარ იგეგმებოდა გადაცემის საპროექტო ვადის გაგრძელება და როგორც გუნდის წევრები აცხადებენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაწყვიტა დაშალოს რეალური სივრცის გუნდი და გადაანაწილოს ისინი მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე. ჟურნალისტმა თამარ მშვენიარაძემ წაიკითხა დღეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც მათ კონფერენცია გამართეს და საკუთარი განაწყვეტილების შესახებ აცნობეს საზოგადოებას და მისი თქმით აშკარაა, რომ მენეჯმენტს განზრახული აქვს გუნდი დაანაწევრდეს და გუნდის ვერც ერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კვალიფიკაციაც აქვს და რისი კეთებაც ნამდვილად შეუძლიათ და ამავდროულად გუნდის განცხადებით მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით უნდა მოაწერონ ხელი იმ სივრცის დახურვას, რომელიც სწორედ საზოგადოებისთვის იქმნებოდა და ამიტომაც უარს აცხადებენ მენეჯმენტის შეთავაზებაზე და ამავდროულად დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ კონფერენციაზე რეალური სივრცის სარედაქციო გუნდმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და ასევე მათ გააკეთეს განცხადება, ჩვენ ვრჩებით მათ გვერდით და გარედან არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოებამ ბოლოს და ბოლოს მიიღოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი სოლიდარობა და თავისუფლება ჩვენს კოლეგას მზია ამაღლობელს, რომლის სიტყვებით იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის უნდა გვახსოვდეს, ნათქვამი არის სარედაქციო გუნდის განცხადებაში და 11 აპრილს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ასევე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ორივე წამყვანი აცხადებდა იმას, რომ მოკვლევის შედეგები და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები მათთვის ცნობილი არ არის, თუმცა იმავე დღეს გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება, რომ მათი გადაწყვეტილება არის სამართლიანი გადაწყვეტილება და მათივე განცხადებით დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების მიმართაც იქნება გამოყენებული სხვა დისციპლინური სანქციები და გათავისუფლებული ტელეწამყვანების სოლიდარობის ნიშნად არამხოლოდ სარედაქციო გუნდმა, არამედ სოლიდარობის ნიშნად მონიტორინგის მენეჯერმა თია კახიანმა და რადიოს წამყვანმა დავით ველიჯანაშვილმა დატოვა.